და როგორ მოვიდა? ანუ ვერ გიხსნი. აი ვერ გიხსნი. ანუ უკვე რაღაცა მომხდარი იყო. დაჭერს წინ გაქ რამდენიმე წუთი და ამბობ ძალიან მნიშვნელოვანს. მე მგონია რომ ეს ტიპები მაინც დასაჭერი ყავდათ. ხაბაც წინასწარი გარტყმები იყო 10-დან 7. და მე მოდი სხვა ვერსიითაც წავიდეთ რა. თუ მოტყვეს პაატას, მოტყვეს ყველას. წერო ლილუაშვილი ხა ძალიან გასულია თამაშიდან, თავისი უჭირს, ლილუაშვილი შეიძლება დღე-დღეს დაიჭირონ. რო არ მიიღებდა ხაბეიშვილი ამ ინფორმაციას, ამათაც ეთყოდა რომ რაღაც პრობლემაა ბიჭო, გაჩერდით. ჯერა რომ ღარიბაშვილს დასჯის მაგის გამო. და ეს გამოიწვევდა უსისხლობას, ეს გამოიწვევდა ძალადობის გარეშე პროცესის ჩავას და გახარიას ამის შანსები აღარა აქვს. ეხლა გახარიამ ხმა აღარ ამოიღოს, ერთი მანდატი ვერ აიღო თბილისში, საერთოდ გაჩუმდეს. ჩვენ არ გვიკაბათია, გაცემაში ხარ ვიკაბათოთ. სინამდვილეში ხა ოპოზიცია ერთმანეთს ებრძვის, ვინ იქნება პირველი. ანონსში ჩავშოთ, მე რადიკალებში მომაზრებ. აცა დაიჭერენ. და შეკითხები რომ მოვიდა, ძირითადი იყო შენს დაშინება შეძლებენ თუ არა, შენს დაშინება შეძლებენ თუ არა. ჩვენ დღის წესრიგს უნდა გავაკეთოთ სხვანაირად, უბრალოდ გამორიცხულია. ეს კაცი ან მოკლეს, ან სიკვდილამდე მიიყვანს, სიკვდილამდე მიიყვანეს. ანუ თქვენ გინახავთ ხოლმე ციხის უფროსი პატიმრებს ემშვიდობებოდეს, ეგეთი რა ვიცი. ჭობა მიდის მე რა უნდა ბიძინას და ამაზე რითი გავცეთ პასუხი. თუ ჩვენ ადამიანები, ძალიან განსხვავებული ადამიანები შევძლებთ ერთობას, აი მე მგონია რომ მან იქნება ხსნა